გამარჯობათ, ჩვენ ამ გაკვეთილში დავხვეწავთ იმ კლასებს, რომლებზეც მუშაობდით წინა გაკვეთილში. ჩვენ დავწერეთ კლასი person, რომელსაც აქვს ორი მეთოდი, სამი ცვლადი, ასევე დავწერეთ მისი შვილობილი კლასი baby და დავწერეთ კიდევ ერთი კლასი person test, სადაც არის ჩვენი main მეთოდი და სადაც ვქმნით აი ამ person და baby კლასის ობიექტებს. და შემდეგ ვიძახებთ მათ მეთოდებს. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს person class და ჩავამატოთ მეთოდი speak, საუბარი, ლაპარაკი. და დავბეჭდოთ is speaking. აი აქ დაიბეჭდება სახელი. და მოდი უბრალოდ აი ეს მეთოდი გამოვიძახოთ აი person და baby კლასის ობიექტებისთვის. ამისთვის წერთ a speak და b speak. ვინაიდან baby არის person კლასის შვილობილი კლასი, ჩვენ შეგვიძლია ეს speak მეთოდი გამოვიძახოთ baby კლასის ობიექტისთვისაც. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს ფაილები ახლიდან და ვნახოთ რას შედეგს მოგცემს. java-c person java აკომპილირდა person test. ესე დაკომპილირდა, ახლა შეგვიძლია გავუშვათ. და როგორც ხედავთ, ამ ორივე მეთოდმა იმუშავა და ეს სტრიქონები დაიბეჭდა, რასაც მოველოდით. თუმცა აქ ჩნდება ერთი პრობლემა. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს საუბარი არ შეუძლიათ. უბრალოდ ნორმალურად საუბარი არ შეუძლიათ. მაგრამ ვინაიდან person class აქვს ესეთი მეთოდი speak-ი, ძალაუნებურად გადადის ეს მეთოდი აი ამ კლასისთვისაც. და შესაბამისად, როდესაც აი ამ baby კლასის ობიექტს ვქმნით და ვიძახებთ speaks, ეს გვაძლევს ისეთივე შედეგს, რასაც გვაძლევს აი ესეთი ჩვეულებრივი მეთოდი speak. ეხლა გამოდის ისეთი რამ, რომ აი ეს მეთოდი რაც გვაქვს აი აქ მშობელ კლასში speak-ი, ამ შვილობილ კლასში არ გვადგება. როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა? ერთი ვარიანტი არის ის, რომ უარყოთ ეს person როგორც მშობელი კლასი, ეს კოდი მთლიანად გადმოვწეროთ აქ, რაც გააჩნია ამ person class და შემდეგ გადავაკეთოთ speak მეთოდი. მაგრამ დავეთანხმებით, რომ მოუხერხებელი იქნება, ვინაიდან თუ დავუშვათ it მეთოდს შევცვლით ან გადავაკეთებთ person-ისთვის და ვიცით, რომ ეს იგივე იქნება, რაც baby-ისთვის, შესაბამისად ამ კლასშიც უნდა გადავაკეთოთ. ანუ ერთი და იგივე კოდის დამუშავება გვიწევს რამდენჯერმე. ეს კი დავეთანხმებით ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. მინდა გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევებში არსებობს გამოსავალი და ამას ქვია მეთოდების გადასაზღვრა. ანუ მშობელი კლასის მეთოდის ახლიდან დაწერა აი ამ შვილ კლასისთვის. მოდი ახლა ჩვენ დავწეროთ აი აქ მეთოდი ზუსტად იგივე სახელით და აი დასაბრუნებელი ტიპით. და უბრალოდ გადავაკეთოთ მისი ტანი. System out print line blah blah blah. და ვნახოთ ახლა ამ ყველაფრის შედეგი. ნუ ახლიდან დავაკომპილიროთ baby კლასი. და გავუშვოთ ახლა ეს ჩვენი person test. და აი როგორც ხედავთ, როდესაც person class-ის ობიექტზე გამოვიძახეთ მეთოდი speak, მან დაგვიბეჭდა ჩვეულებრივად სახელი ამ ადამიანის და is speaking, ხოლო როცა baby class-ის ობიექტისთვის გამოვიძახეთ მეთოდი speak, მან დაგვიბეჭდა blah blah blah. როგორც ხედავთ, აი ამ საშუალებამ, რასაც მეთოდების ახლიდან განსაზღვრა ქვია შვილობილი კლასებისთვის, თავიდან აგვაცილა ის, რომ ახლიდან გვეწერა აი ეს კოდი, რომელიც საჭირო იყო ამ ჩვენ baby კლასში. მე ამჟამად აქ დავასრულებ, თუმცა შემდეგ გაკვეთილებში აუცილებლად გავაგრძელებთ და უფრო კომპლექსურ მაგალითებს განვიხილავთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.